მომდინარე რომ ბევრ ადამიანს არსებულ წყარო არ აქვს და თუმცა თბილისში მათ მეტი შანსი აქვს დასაქმდნენ ანუ თუნდაც ზოგადად საქართველოს პრობლემაა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი თბილისში ჩამოდის იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილია კონცენტრირებული თბილისში და შესაბამისად ცხადია შეიძლება ადამიანი სულაც არ იყოს დევნილი მაგრამ ჩამოვიდეს თბილისში იმისთვის რომ სამსახური ეძებოს თუმცა მე ვთვლი რომ დევნილებისთვის კიდევ რამდენიმე პრობლემაა მნიშვნელოვანი ჩვენ 536 ოჯახს ვესაუბრეთ როდესაც ანგარიშს ვამზადებდით მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე ერთ-ერთ პრობლემა დგას მათთვის სასკოლო სახელმძღვანელოები რა თქმა უნდა ძალიან ბევრს აქვს პრობლემა იქიდან გამომდინარე რომ დაუსაქმებელია და შესაბამისად ვთქვათ იგივე პრობლემები რჩება ადეკვატურად საკვების შეძენის ვთქვათ აღავლაპარაკობ მე სხვა ელემენტარულ საჭიროებებზე ასევე ძალიან ბევრი უსვამდა ხაზს იმას რომ მათ არ აქვთ ძალიან ხშირად ინფორმაცია ისეთ მარტივ საკითხებზე რომლებიც ეხება უშუალოდ დევნილებს ვთქვათ თუ რა შეღავათებით სარგებლობენ ისინი რა ეკუთვნით ვთქვათ როგორ იცავს მათ ესა თუ ის ნორმა შესაბამისად თქვათ იგივე ელექტროენერგიას და გაზის გადასახადს რას ეხება ამის ფონზე იყო ძალიან ბევრი პრობლემები იმიტომ რომ ძალიან ხშირად დევნილებს არ ქონდათ ინფორმაცია ყოფილა ისეთ შემთხვევები რომ გადაიხარჯა ეს ელექტროენერგია იქიდან გამომდინარე რომ სამინისტრო ანაზღაურებდა თქვათ 100 კილოვატ-საათს გაეთიშეთ შუქი და შუქი არ იყო ჩართული თქვათ კვირების განმავლობაში ბატონო გიორგი უშვებ თუ არა იმ შესაძლებლობას რომ სწორედაც არის ხელისუფლების ინტერესში რომ ინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ დევნილები ერთ-ერთ ახსნათ იმისა რომ ისინი გაასახლეს თბილისიდან სწორედ აიხსნება ხელისუფლების სურვილი არ ყავდეს თბილისში ასეთი დიდი უკმაყოფილო ელექტორატი რომელიც საკმაოდ შეჭირვებულია სოციალურად ეს რა არის ხა რაც შეეხება რაოდენობას მოდით მე შემიძლია ზუსტ სტატისტიკა მოგცეთ ოფიციალურ მონაცემებს საქართველოს შევაძლევთ არ დაახლოებით 256,000 დევნილი აქედან კომპაქტურ ცენტრებში ცხოვრობს მხოლოდ სადღაც 40%. 60% არის კერძო სექტორში. 500,000 დაასახელა მიხეილ სააკაშვილმა გაეროში გამოსვლის დროს. 500,000 თუ არ ვთქვით, მე ჩემი მონაცემებით ვიცი რომ არის 256,000 დევნილი რეგისტრირებული, თორე შეიძლება ზოგადად მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად მე რეგისტრირებული რაც მონაცემები მაქვს ოფიციალური და გარდა ამისა, სადღაც 60% მაინც ცხოვრობს კერძო სექტორში. აქედან გამომდინარე, ხა ჩვენ მარტო ნუ ვფიქრობთ დევნილებზე, რომლებიც ცხოვრობენ კომპაქტურ ჩასახლებაში. კომპაქტურ ჩასახლება ეს არის ის საცხოვრებელი, რაც მათ მიცა სამინისტრომ, ხო? ეს შეიძლება იყოს, თქვათ, ადრე იყო გახსოვთ თქვენ იგივე სასტუმრო ივერია, მერე მოხდა ზოგი კერძო სექტორში გავიდა, როდესაც კომპენსაცია მიიღეს, ზოგმა სანაცვლოდ მოითხოვა სხვაგან გადაყვანა. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებიც არ არიან მარტო კომპაქტურ ცენტრებში, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით დაახლოებით 256 კომპაქტურ ჩასახლებაში. ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა. მათ დიდი ნაწილი ისედაც არის თბილისის პარკლებს გარეთ. მინდა გითხრათ, რომ იმერეთში, სამეგრელოში და აჭარაში არის საკმაო რაოდენობა დევნილების, რომლებიც კომპაქტურ ცენტრებში ცხოვრობენ და იგივე ფოცხოვეწერში თავიდან გადაყვანილი იყო თუ არ ვცდები 20-მდე ოჯახი და დღეს რამდენია ზუსტი მონაცემი არ მაქვს, თუმცა ჩემი წარმომადგენელი სამეგრელოში მუდმივად ადევნებს თვალყურს იქ შექმნილ ვითარებას, მე ალბათ იმ კვირაშიც გადავამოწმებ რეალურად ამ ადამიანებს ის ელემენტარული პირობები თუ შეუქმნეს, რომელიც აუცილებელია მათი ნორმალური არსებობისთვის. ხა მე ვერ ზოგადად აქ არის ორი გარემოება, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ერთი არის ის, რომ დევნილს დროა მიეცეს ნორმალური საცხოვრებელი, სადაც მას ექნება ელემენტარული სტანდარტით გათვალისწინებული პირობები. იგივე სიტყვებს გაეროს სპეციალური მომხსენებელი ბატონი კელინი, უბრალოდ გენერალური მდივნის წარმომადგენელი, იგივე სიტყვებს საერთაშორისო ამნისტია თავის ანგარიში, იგივე სიტყვებს სახალხო დამცველი. თუმცა, რა თქმა უნდა, დევნილის ინტერესი ყველა შემთხვევაში იყოს უნდა გათვალისწინებული. ის, რომ დევნილი ცხოვრობს, თქვათ, ყოფილი ჯარის სარდლობის შენობაში, რომელშიც არ არის ელემენტარული პირობები შექმნილი, რა თქმა უნდა, მას უკეთეს პირობებში გადაიყვანა და შეუქმნია ნორმალურ პირობებს, სადაც ექნება თავისი სველი წერტილი, სამზარეულო, ელემენტარული, აქ არ არის საუბარი. თუ ყოფილა ასეთი პრეცედენტი, როდესაც დევნილი უკეთეს პირობებში გადაიყვანეს. ყოფილა შემთხვევები, თუმცა ყოფილა, როდესაც გაუარესებულა პირობებიც. უფრო მეტი რომელია? ეხლა სტატისტიკურად ჩემს თვლია და მაგალითად იყო ეგეთი ფაქტი. თვალჭრელიძის ქუჩაზე ეს იყო იგივე ჯარების საფთიაქო სამმართველოს შენობა, ცხოვრობდნენ დევნილები, იქ იყო ძალიან ნორმალური პირობები. მე ისინი გადაიყვანეს საყვირის ქუჩაზე. საყვირის ქუჩა თუ არ ვცდებ თემქაზეა. სამინისტრო ერთის მხრივ ამბობდა, რომ ამ დევნილებს ესაუბრა და რეალურად ზეპირი შეთანხმება, რომ ისინი თავად გაარემონტებენ ამ ფართს, ვინაიდან გადაეცათ საკუთრებაში, თბილისში ფართი.
თავად დევნილები კი ამბობდნენ, რომ მათ დაპირდნენ, რომ ელემენტარულ პირობებს შექმნიან. შენობაში, რომელსაც ისინი გადავიდნენ, არ იყო კარფანჯარა ჩასმული, ჭერი სახურავი იყო ახთილი, ნაგავი ეყარა, ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი რაოდენობით და მერე რემონტი, რომელიც მიმდინარეობდა, შეჩერდა ამ დევნილების გადაყვანისთანავე. ჩვენ ვიყავით ადგილზე, ვნახეთ და მერე სამინისტროს მოვთხოვეთ, რომ მოეწესრიგებინა და ადეკვატურ კონდიციამდე მიეყვანა მათ საცხოვრებელი ფართი. თუმცა რა თქმა უნდა, არის ესეთი შემთხვევები, როდესაც დევნილები ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში, კომპაქტურ ჩასახლებაში და ხდება ამ ფართის რეაბილიტაცია. მაგრამ ჩემ ანგარიში ასევე ასახულია ახლად გარემონტებული კომპაქტურ ჩასახლებები, სადაც პრობლემებმა წამოყო თავი მეორე დღეს. გაფუჭდა წყლის გაყვანილობა, დაზიანდა ელექტროსადენები, ჩამოიყარა ბათქაში, ჩამოძვრა საღებავი. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელსაც გარკვეულწილად უნდა ეწარმოებდა და აწარმოებდა ამ სარემონტო სამუშაოებს, ისინი მიუთითებდნენ, რომ გარკვეული სტანდარტები არ იყო დაცული. ბატონო გიორგი, ჩემი ინფორმაციით აგვისტოს ომის შემდეგ უცხოელმა დონორებმა ძალიან სოლიდური თანხები გამოყვეს დევნილთა დასახმარებლად. აქ არის მილიონებზე საუბარი. თუმცა მიუხედავად იმისა, დღეს კობა სუბელიანი სესხათი თხოვს 25 მილიონს ხამთავრობისგან და ხან უცხოელი დონორებისგან. ძალიან საინტერესოა, თქვენ თუ დაინტერესებულ ხართ იმით, სად დაიკარგა უცხოელი დონორების მიერ გამოყოფილი თანხები, თუმცა ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ. გადაცემაში რეკლამის დრო. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია გიორგი ტუღუში. ბატონო გიორგი, მოკლედ გავიმეორებ შეკითხვას. ჩემი ინფორმაციით აგვისტოს ომის შემდეგ კოლოსალური თანხები შემოვიდა ქვეყანაში დონორებისგან, სწორედ დევნილთა დახმარების მიზნით. თუმცა დღეს კობა სუბელიანი სესხად ითხოვს 25 მილიონს უცხოელი დონორებისგან ან ხელისუფლებისგან. თუ გაქვთ ინფორმაცია, ან თუ შეეცადეთ რომ მოგეპოვებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, სად წავიდა დონორების მიერ გამოყოფილი მილიონები? და დაიხარჯა თუ არა ისინი იმ მიზნით, რა მიზნითაც იყო? ზოგადად ფინანსური სახსრების ხარჯვა სახალხო დამცველის კომპეტენციაში არ ხვდება, იმიტომ რომ ამ სხვა ორგანოები არიან როგორც ეს საკავები, თუმცა ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის ისევ და ისევ ხარისხი იმ სარემონტო სამუშაოების შესრულებული და ჩემ ანგარიშში წერია ასევე, რომ არ არის საჭირო იყო ექსპერტი, ვთქვათ, იგივე ან მშენებელი ან არქიტექტორი, როდესაც თვალშისაცემია ხოლმე ის ნაკლოვანებები, რომელსაც ხედავდა. ეს ჩემთვის უკვე ნათელ სურათს ქმნის, თუმცა ზუსტად მე როგორც მახსოვს, რამდენიმე არასამთავრობოს ჰქონდა კვლევა ამაზე ჩატარებული, თორსტები ეს ხო საერთაშორისო გამჭვირვალობა, საინტერესო ამ კუთხით ახალგაზრდათა ასოციაცია. კი ბატონო, მათი ანგარიშის გაცნობა, თუმცა ჩემ აპარატს ამ კუთხით არ უმუშავია, რომ შეესწავლა, ვთქვათ, თანხები რამდენად მიზნობრივად იქნა. იმიტომ რომ ჩვენ ძირითადში, რა თქმა უნდა, ყოველთვის რეაგირებას ვახდენთ უფლებადარღვევის ფაქტებზე, რა თქმა უნდა, თანხის არასწორმა ხარჯვამ შეიძლება მოქცეს შედეგად ადამიანის უფლების დარღვევა, რაც შეიძლება იგივე გამოიხატოს მისთვის არასათანადო საცხოვრებლის მიცემაში, თუმცა ცხადია, რომ მე სამწუხაროდ ზუსტი ციფრები და მონაცემები არ მაქვს და არ მინდა მაყურებელი შეცდომაში შევიყვანო. ბატონო გიორგი, 1 წლის წინ, როდესაც პარლამენტმა მიიღო კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, ატყდა საკმაოდ დიდი ხმაური, თუმცა თქვენ 1 წლის შემდეგ, ანუ ახლა სექტემბრის დასაწყისში შეიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. როდესაც ამ კანონის მიღება მოხდა, თქვენ ჯერ არ იყავით სახალხო დამცველი, სექტემბერში გახდით, თუმცა ამ 1 წლის განმავლობაში შეგეძლოთ გამოგეხატათ პროტესტი და გეჩივათ. რატომ 1 წლის შემდეგ? პირველი ერთი გარემოება ის, რომ სახალხო დამცველმა გააპროტესტა კონკრეტულად ეს კანონი თავის ეს ანგარიში ჩემი მომზადებული იყო და შიგნით ის მუხლები, რომლებიც მე ახლა სადაოდ გავხადე და გავაგზავნე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ასახულია ჩემს ჯერ კიდევ 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიში. საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება ზოგადად ჭირდება დრო. მეორე არის ის, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდა კანონში, ანუ მის პირვანდელი რედაქცია დღეს ფაქტიურად აღარ არსებობს და ეს გაეგზავნა ვენეციის კომისიას. ჩვენ დაველოდეთ ასევე მათ დასკვნას, რომ გვენახა რას ფიქრობდა კონკრეტულად ვენეციის კომისია მთელ რიგ მუხლებთან მიმართებაში. არის ერთი სარჩელი თორსტები, რომელიც ჩემამდე ჯერ კიდე ახალგაზრდა იურისტებს აქვს ჩეტანილი, მათ გადაფარეს გარკვეულწილად ის ნაწილები, რომლებსაც მე აღარ შევეხე ჩემს სარჩელში, თუმცა გარკვეული პერიოდი დაჭირდა, რა თქმა უნდა, სარჩელის მომზადებას და ჩვენ გავასაჩივრეთ ის მუხლები, რომლებიც
კანონმდებლობები ჯერ არ არის გასაჩივრებული. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს როდესაც მიმართა, უნდა შეეცადო, რომ შეიძლება კომპეტენტური სარჩელი მოამზადო და მოგების იმედი ჰქონდეს. ეს იყო ერთადერთი, თუმცა ჩემ ანგარიში ჯერ კიდე რამდენი თვის იყო დაფიქსირებული ის პრობლემები, რომელიც ეხლა უბრალოდ აისახა სარჩელში. თუმცა კანონი უკვე მოქმედებაშია და რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს კიდეც. რა თქმა უნდა, კანონი მოქმედებს, თუმცა ჩვენ ველოდით, რომ ვთქვათ, გარკვეულწულებებს პარლამენტი მიიღებდა კანონში იგივე ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე, როდესაც დავინახეთ, რომ ეს არ გაკეთდა, გამოვიყენეთ ეს ერთ-ერთი ბოლო ინსტანცია ჩვენთვის არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებაც იცით, რომ არის სავალდებულო და თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის რეალურად, რომ კანონის კონკრეტული მუხლები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას